მე ვარ ალექსანდრე აბუსელიძე 11 წლის. ვსწავლობ შვაღელეს საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა და ფეხბურთი. ამ ორიდან უფრო მიყვარს ცეკვა. უკვე 6 წელია ვცეკვავ ანსამბლ დავლაში. ჩემი ქორეოგრაფია ნიკა სარდალაშვილი. ის არის მხიარული, მეგობრული და ხანდახან ყვირის. რატო ყვირის და ბავშვები კარგად არ ცეკვავენ ხანდახან. და კიდევ იმიტომ რომ ცელქობენ და არ უსმენენ. არა და ცელქობა კარგია და ყველა ბავშვს უხდება. მაგალითად მე ვარ ცელქი და ძალიან მომწონს ეს ამბავი. ხშირად ჩხუბობ და სულ დავბივარ. ჩემი ჰობია ჩემ ძმასთან ჩხუბი. სკოლაში ვტოვებ 7 ბიჭის შთაბეჭდილებას. ცეკვაზე იმიტომ მომინდა შეცვლა, რომ ბავშვები რომ ცეკვავდნენ ძალიან მინდოდა მეცეკვა. ხანდახან რო ჩავივიდი სკოლასთან მუსიკის ხმა ისმოდა და ბავშვები ცეკვავდნენ და ძალიან მომინდა მეც. მახსოვს რომ თავიდან ფეხის ცერებზე დგომა მიჭირდა ძალიან. ახლა კარგად ვაკეთებ და ვცეკვავ არწივით. ჩემი საყვარელი ცეკვაა მთიურული. ამ ცეკვაში მაქვს სოლო. კიდევ მინდა სოლოს ვცეკვავდე ყაზბეგურში. 12 ჯერ მქონდა კონცერტი და 25 მაისს კიდევ მაქვს კონცერტი თელავში. ამ 12-დან ყველაზე კარგად დამამახსოვრდა ბაკურიანის გასტროლი. იმიტომ რომ თოვლი იყო ბავშვებთან ერთად ვერ თობოდი სულ ვსაუბრობდით და საღამოთი სულ ტელეფონს თამაშობდით ერთად. შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს თურქეთში. დავლაში ბიჭებით ცეკვავთ და გოგოებით. ჩემი აზრით ბიჭების ცეკვა უფრო რთულია, რადგან მუხსერო ვეცემით ბევრჯერ ძალიან გვტკივა. გოგოების ცეკვა შედარებით ადვილია, იმიტომ რომ მარტო ხაზზე დგანან და ხელებს ამოძრავებენ. ჩემ ქორწილში ჩავიცმევ შავ ჩოხას და ვიცეკვ. თუ ცოლს ცეკვა არ ეთოდნიმა, ვეცეკვები სიდეთს. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 21 წლის. შვილებს დავარქმევ ლუკას, ავთოს, გიორგის, ლიზას და ანამარიას. ჩემს სულს დავარქმევ მარის. ამ ეტაპზე შეყვარებული არ მყავს, მაგრამ ბავშვი მყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავცილდი, რომ ცუდად იქცევდა და ჩემი იმედები არ გამართლა. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს, მასწავლებლები და სულ ვერთობი სკოლაში. ჩემს კლასში ყველაზე მიხარულია ანდრია მიქელაძე. ყველაზე ჭკვიანი არის საბა რევაზიშვილი. ყველაზე მშვიდია ბარბარე ბერიძე. ყველაზე იმედის მომცემია გოგი გოგიძე. მე ვარ ყველაზე მეგობრული, კეთილი და ნიჭიერი. მე ვარ კარგი ბიჭი და სულ ვეხმარები ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით დედას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია მარინა თედორაძე. იმიტომ რომ მეგობრულია, მხიარული და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ არის, რომ სულ გახიმებულია და კარგ ფორმაში. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება სასტუმროები. ჩემს სასტუმროს დავარქმევ ნინოს ვარსკვლავს, დედიკოს საპატივცემულოდ. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა, ბაბუა, ბებია, და და ძმა. მეტი და ძმა არ მინდა, იმიტომ რომ ესენიც მიშლიან ნერვებს. ჩემი ძმა არის 14 წლის და ქვია ნიკა. ის არის ჭკვიანი, სერიოზული და კეთილი. ჩემი აზრით ნიკა რო გაიზრდება, გამოვა მეზღვაური. ჩემი და არის 4 წლის და ქვია ნუცა. ნუცა არის ლამაზი, პრანჭია, ჯიუტი და ნერვების მომშლელი. ის ალბათ გამოვა სტილისტი. მამიკო არის ჭკვიანი, მზრუნველი, მხიარული. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. ძალიან მიყვარს დედიკოს შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს ცეზარს. მე ასევე მიყვარს ფეხბურთი და სულ თამაშობ მეგობრებთან ერთად. მე ვარ კარგი მეკარე და ვიღებ 10-დან 9 ბურთს. მაქვს კარგი რეაქცია და ნახტომი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია კურტუა. საყვარელი გუნდია რეალ მადრიდი. სამწუხაროდ ცეკვის გამო ფეხბურთზე ვეღარ შევედი. ამის გამო ქართულმა ფეხბურთმა დაკარგა ერთი ტალანტი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია მარტო სახლში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. რატომ არის ჩემი სკოლა სხვა სკოლებზე უკეთესი? შვაღელეს სკოლა იმითაა უკეთესი, რომ არის კარგი დირექტორი, კარგი მასწავლებლები, კლასელები და მეგობრული არის სკოლა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation 5. ბედნიერება არის კარგ ხასიათზე ყოფნა და ოჯახის წევრების კარგად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.